ორბანის მარცხი თანაც ამხელა სხვაობით არის მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის და იმის დემონსტრირება, რომ მიზან მიმართული და არევის არჩევნებისა ამ ცდელობის მიუხედავად ოპოზიციამ შეძლო ძალიან დიდი სხვაობით გამარჯვება. ეს ყველაფერი მისი განმარტებით არის ოპოზიციის ძალიან წყობრი და ძალიან სწორი გადაწყვეტილებებისა და ნაბიჯების დამსახურება. მანვე განმარტა, რომ ოპოზიციამ აჩვენა ძალიან სწორი ტაქტიკა, მათ შორის პირისპირ კომუნიკაციისა და საუბრის არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც, რამაც საბოლოო ჯამში ძალიან სერიოზული და დიდი შედეგი გამოიღო. მან თქვა, რომ ვიქტორ ორბანმა არაერთგზისცა და მანიპულაცია ყველა დაუშვებელი ხერხით, თუმცა ამის მიუხედავად იმხელა აქტივობა იყო ამ ისტორიულ არჩევნებში, რომ საბოლოო ჯამში ოპოზიციამ საკუთარი მტკიცე პოზიცია გააჟღერა, საკუთარი სიტყვა თქვა ამ ისტორიულ არჩევნებში და ვიქტორ ორბანიც დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ამ შედეგის მოლოდინი მქონდა, ეს მოცემულობა ყველასთვის და მათ შორის ჩემთვისაც ძალიან დიდი სიურპრიზი იყო. ამასშტაბის გამარჯვება მართლაც შთამბეჭდავია. ეს უდიდესი გარდატეხაა ქვეყნისთვის. გაოცებული ვარ აქტივობითაც. უნგრეთის ისტორიული არჩევნები ყველასთვის სამაგალითოა და იცით რატომ? მან დაამსხვრია აქამდე არსებული სტერეოტიპები მოსახლეობის პოლიტიკაში ჩართვასთან და მათი ხმების მოპოვებასთან დაკავშირებით. პეტერ მადიარმა მიიღო იმ ადამიანების მხარდაჭერაც, რომლებიც მანამდე ვიქტორ ორბანის ამომრჩევლები იყვნენ, მათ შორის რეგიონებში. ოპოზიციამ მოახერხა და საკუთარი ხმა რიგით მოქალაქეებს მიაწვდინა. შედეგად კი გამარჯვება ორბანის მანიპულაციების ფონზე მოიპოვა. ლასლო მეზეში არის უნგრელი ჟურნალისტი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში აშუქებს დედაქალაქის მთავარ გამზირზე თბილისში მიმდინარე აქციებსა და პროტესტს. ამიტომ მასთან ყველაზე რელევანტური და ადეკვატური კითხვა იყო ის, თუ რა მოლოდინი აქვს, როგორ გავლენას მოახდენს ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების მთავარი მოკავშირის მარცხი ამ არჩევნებში, როგორც აქციების განვითარებასა და ამ პროცესებზე. გარდა ამისა, მათ შორის ქართული ოცნების პოლიტიკურ განწყობასა და სამომავლო პერსპექტივის თვალსაზრისით მის პოზიციონირებაზე, როგორც მეზეში ჩვენთან საუბრისას ადესტურებს ვიქტორ ორბანი ქართული ოცნების მოკავშირე იყო არა მხოლოდ საგარეო თვალსაზრისით და ის ცდილობდა, რომ ქართული ოცნებისათვის ყველა პლატფორმაზე მხარი დაეჭირა, არამედ შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით ბიძინა ივანიშვილის გუნდის განწყობის შენარჩუნებას ძალიან უწყობდა ხელს. მანვე აღნიშნა, რომ ეს იყო ფსიქოლოგიური ფაქტორი ერთგვარი. ქართული ოცნება ამ პროპაგანდით აჯერებდა საკუთარ ამომრჩეველს, მათ შორის იმას, რომ ყავდა მოკავშირე ევროკავშირში და ცდილობდა, რომ ამით დაერწმუნებინა მათ შორის საკუთარი ამომრჩევლები, რომ მისთავს ყველაფერი რიგზე იყო, თუნდაც ორბანთან მეგობრობის თვალსაზრისით. ამიტომ სტერეოტიპები დაიმსხვრა. მეზეშიც ამბობს, რომ ეს იქნება ძალიან კარგი გაკვეთილი ნებისმიერი ხელისუფლებისათვის და მათ შორის საზოგადოებისათვის იმის ჩვენება და დემონსტრირება, რომ რეჟიმები მარცხდებიან, უბრალოდ ამას სჭირდება თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა და დრო. ორბანის დამარცხება ქართული ოცნებისთვის საბედისწეროა. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ ორბანი ქართული ოცნებისთვის არ იყო მხოლოდ გარე ფაქტორი. ჩვენ ვხედავდით, რომ ის ბლოკავდა საკითხებს ევროკავშირში, რომელიც ქართული ოცნებისთვის საზიანო იყო და ამით მას სრულ მხარდაჭერას უცხადებდა. თუმცა ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ის ქართული ოცნებისთვის შიდა ლეგიტიმაციის წყაროც იყო. თითქოს ამით ოცნება ხალხს აჩვენებდა, რომ ევროკავშირში მოკავშირედ და თანამოაზრე ჰყავდა, რომ მარტო არ იყო. ორბანის მარცხი ხალხს აჩვენებს, რომ რეჟიმები ადრე თუ გვიან მარცხდებიან და გამონაკლისი არავინაა. ადრე თუ გვიან მარცხდებიან და გამონაკლისი არავინ არ არის. ასე აფასებს უნგრელი ჟურნალისტი ვიქტორ ორბანის მარცხს. მე შეგახსენებთ, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც თავდაპირველად საქართველოში იმიტომ ჩამოვიდა, რომ ერთ-ერთი ვიზიტის დროს ჩამოჰყვა ვიქტორ ორბანს. მას საპროტესტო შეძახილები გააგონა და მას შემდეგ დარჩა თბილისში, აშუქებს ყოველდღიურად დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე პროტესტს. მის სამშობლოში სიტუაციის ცვლილებიდან გამომდინარე დაუსვით კითხვა აპირებს თუ არა უკან დაბრუნებას. ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში დარჩენას გეგმავს, რადგან ფიქრობს, რომ პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე ახლა მისი საქმიანობა სწორედ ჩვენს ქვეყანაში არის მნიშვნელოვანი, თუმცა ფიქრობს, რომ ორი თვალსაზრისით არის ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი ეს არის პოლიტიკური განწყობა, რომ დასრულდა ვიქტორ ორბანის მმართველობა, რომელმაც მანიპულაციებით სცადა საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება და გარდა ამისა საზოგადოებისათვის ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც დიქტატორულ რეჟიმს ებრძვის, არის იმის დემონსტრირება, რომ რეჟიმები აუცილებლად მარცხდებიან და მარცხდებიან მათ შორის ამ ხელისუფლებისა და რეჟიმების ოპონენტების სწორი, მწყობრი და გაწონასწორებული ნაბიჯების შედეგად.